როგორც კი გავიგეთ, რომ ელჩმა დანიგანმა გადაწყვიტა, რომ თანამდებობიდან წასულიყო და ზოგადად პენსიაზე გასულიყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძალიან ბევრი სპეკულაცია დაიწყო საზოგადოებაში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ გადადგომის და თანამდებობის დატოვების მიზეზი. ამაზე ხა რა თქმა უნდა ვერ გეტყვით ერთ მნიშვნელოვან პასუხს, რა შეიძლება ყოფილიყო მისი მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც აი ზუსტად ამ პერიოდში შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რაიმე დიდ პოლიტიკურ თამაშს. ხდება ხოლმე ასეც, როდესაც კარიერული დიპლომატები გადაწყვეტენ ხოლმე, რომ აიღონ რაღაცა პაუზა და თანამდებობა დატოვონ. რა თქმა უნდა, ცხადია ალბათ, რომ ამას ამ გადაწყვეტილებას ალბათ მნიშვნელოვან წილად განაპირობებდა საქართველოში არსებული სიტუაცია ბოლო პერიოდში. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საქართველოში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ზოგადად ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისისაც ძალიან რთულია ხოლმე ელჩის მოვალეობის შესრულება, მათ შორის იმის გამოც, რომ მმართველი პარტია უკვე წელიწადზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე რაღაც ვერბალურ თავდასხმებს ახორციელებს და მას მნიშვნელოვნად ურთულებს საქმეს. მე პირადად გონია, რომ მაინც და მაინც ახლა ის რო ჩავეძიოთ, რომ მაინც და მაინც ზუსტად ამ პოლიტიკური ბატალიების გამო შეიძლება გადამდგარი იყო დანიგანი, ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვი, თუმცა ერთი შეიძლება ისიც ითქვას, რომ დანიგანს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებთან აქვს მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა. და მან ეს არაერთხელ განაცხადა კიდეც, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხში მას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას არ ეთანხმება. შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზიც ყოფილიყო მათ ტრამპის ადმინისტრაციასა და დანიგანს შორის, ასე ვთქვათ, ღირებულებებს შორის აცდენა, სხვაობა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით რაც არის ის, რომ არ იცვლება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ვინც არ უნდა დაინიშნოს და მართლმსაჯულება ხელისუფლება დანიგანის მოხსნის შემდგომ, ან მის გადადგომის შემდგომ იმეც ამყარებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დანიშნავს ისეთ პოლიტიკურ ფიგურას ამ თანამდებობაზე, რომელსაც კავშირები ექნება, მნიშვნელოვანი კავშირები ექნება დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, გულისხმობ ქართულ ოცნებასთან და მის ლიდერთან. სავარაუდოა, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მერიტოკრატიული პრინციპით არჩევენ ხოლმე ძირითადად ელჩის მოვალეობის შემსრულებლებს და არა ვინმესადმი ლოიალობის ან ერთგულების პრინციპი, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი რომ თუ დაინიშნება ოცნებისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი ფიგურა ამ თანამდებობაზე, არ ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში და უფრო ფართოდ რო ვთქვა ჩაუზღვის რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვლება, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი მუდმივი ინტერესები ამ რეგიონში და ეს ინტერესები, როგორც უკვე ძალიან ბევრჯერ დავინახეთ, არ მოდის თანხვედრაში ქართული ოცნების მიერ გატარებულ პოლიტიკასთან და თუმცა ამის თანადროულად ქართული ოცნების წარმომადგენლები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან გადაიტვირთოს ურთიერთობები ვაშინგტონთან. თქვენ როგორ გესახებათ, ანუ ეს კიდევ ერთხელ რომ ხაზგასმით განმარტოთ მაყურებლისთვის ეს პროცესი და რა შემთხვევაშია საერთოდ შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აი ამ პირობებში რაშიც ვართ დღეს საქართველოში. ამ პირობებში, ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნება კვეთს ყველა წითელ ხაზს პარტნიორებთან ურთიერთობაში და არა მხოლოდ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვნად ამოხრუჭებს. ამ პირობებში რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა და ახალი ფურცლიდან ამერიკულ-ქართული ურთიერთობის დაწყება არის ფაქტობრივად წარმოუდგენელი და ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ამერიკის ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაცია ცდილობდა, რომ რაღაცა შანსი დაეტოვებინა ქართული ოცნებისთვის. ყველაზე დიდი წითელი ხაზი მათთვის იყო რუსული კანონის მიღება ჯერ პირველ ეტაპზე. თუმცა მაშინ სტრატეგიულად უკან დაიხია ივანიშვილის გუნდმა და დროებით უკან გაიწვია რუსული კანონი. აი მეორე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი ამერიკის ადმინისტრაციისთვის იყო მეორე ჩემობრუნება ამ რუსული კანონის და მაშინ დათქმებიც არსებობდა, რომ თუ რუსულ კანონს გაიწვევთ უკან, თუ რაღაც არჩევნო კანონმდებლობას დემოკრატიული ქვეყნისთვის არსებული კანონმდებლობის კუთხით შეცვლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგავთ და ჩაატარებთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიულ არჩევნებს და თავისუფალ არჩევნებს, რომელიც ნახეთ, რომ არ ჩატარდა და გააყალბა მმართველმა პარტიამ
არჩევნები კიდევ უტოვებდნენ შანსს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის და ეს ჩვენ დავინახეთ მეგობარ აქტში. მეგობარ აქტში არა მხოლოდ სანქციებზე არის საუბარი, არამედ არის საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის და ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობაზე. ამერიკა, კი, რა თქმა უნდა, ამერიკა ამბობდა, რომ თუ თქვენ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლით, არჩევნებს ჩაატარებთ თავისუფლად სამართლიანად, ანტიდემოკრატიულ კანონებს გაიწვევთ უკან, ამ შემთხვევაში იქნება ნამდვილად შესაძლებლობა, რომ არც ერთ კომპრომისულ ნაბიჯს არ ელით ქართული ოცნების. არა, როგორც ხედავთ, ქართული ოცნება არც ერთ კომპრომისულ ნაბიჯზე არ წავიდა, მეტიც კიდევ უფრო მეტად გაამწოვა და გააუარესა ურთიერთობები ვაშინგტონთან და ამ შემთხვევაშიც არა მხოლოდ წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც არანაირი გამოსავალი ამ კუთხით არ იკვეთება ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ თვეების განმავლობაში ივანიშვილი და მისი გუნდი ცდილობდა, რომ რაღაც დასაყრდენი ეპოვა მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, თუმცა როგორ ჩანს, მათ ეს დასაყრდენი ვერ ნახეს და ამის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს ასევე ისიც, რომ მეგობარი აქტი, როგორც უკვე ვნახეთ, დაახლოებით 2 კვირის წინ წარმომადგენელთა პალატაში გავიდა და სენატშიც ამ საკითხს აქვს, როგორც ვიცით, ორპარტიული მხარდაჭერა. სენატში ამ აქტის გატანის შემდგომ ის გადაიქცევა კანონად, რომელსაც 2 კვირის ვადაში უნდა მოვაწეროს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა და იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრამპი არ მოვაწერს ხელს, ამ შემთხვევაშიც აქვს შესაძლებლობა ამერიკის კონგრესს, როგორც წარმომადგენელთა პალატას, ასევე სენატს, ეს ვეტო დაძლიოს და ამისთვის სენატში 2/3 დაჭირდება სენატორების მხარდაჭერის და ასეთი მხარდაჭერა დღესდღეობით საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, მეგობარ აქტთან დაკავშირებით ორპარტიული ზეპარტიული მხარდაჭერა ნამდვილად აქვს საქართველოს საკითხს. ამიტომ ფიქრობ, რომ დიდი ცვლილებები ამ კუთხით არ ამგონია რომ მოხდეს, ამიტომ ყარად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსი ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერ დაალაგდება ვერც ერთ კონფიგურაციაში. დიახ, და ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სამხედრო ხარჯების გაზრდის მიზნით ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ ნატოს თავდაცვის მინისტრები და მინდა კითხოთ, აი რისთვის ემზადება თქვენი შაბეჭერებით ნატო? ეს არის უფრო შეკავება თუ მზადება რეალური ომისთვის და რამდენად უნდა კონდეს ევროპას ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონის იმედი, ესეც ძალიან საინტერესო. როგორც ვიცით, წელს ნატო სამიტი ჩატარდება ჰააგაში, ნიდერლანდებში 24 და 25 ივნისს და ბევრი იწერება იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს თავად დღის წესრიგი ნატოს ამ სამიტის და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ძირითადი მიმართულება იქნება, ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, სამხედრო ხარჯების ზრდის კომპონენტი და მეორე ეს არის უკრაინის მხარდაჭერის საკითხი. თუმცა თუ წინა წლებში უფრო მეტად ყურადღების ცენტრში და ფოკუსში იყო ყოველთვის უფრო მეტად უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი, ახლა როგორც ჩანს პრიორიტეტი დიდწილად შეიცვალა იმისკენ, რომ თვითონ ევროპა მოახერხოს გადაიარაღება და უსაფრთხოების ბევრად უფრო მეტად გაძლიერება იმასთან შედარებით, ვიდრე ეს იყო უკანასკნელი მე ვიტყოდი, რომ 10 წლეულების განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს, რომ ტრამპის პირველ ვადაშიც, როდესაც ის გახდა პირველ ვადაში პრეზიდენტი 2016 წლის ბოლოს, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნატოელ პარტნიორებთან იყო ის, რომ სამხედრო ხარჯები გაეზარდათ 2%-მდე და ამან მიუხედავად იმისა, თუ როგორი რიტორიკით, როგორი ხისტი რიტორიკით ცდილობდა ტრამპი ამ მიზნის შესრულებას, ფაქტია, რომ იმუშავა, იმიტომ რომ თუ 2016 წელს ნატოს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაახლოებით 5 სახელმწიფო ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვით ხარჯებზე, დღეს ეს რიცხვი არის 20-ზე უფრო მეტი, დაახლოებით 23 სახელმწიფოა თუ არ ვცდები, რომელიც 2%-ზე მეც ხარჯავს. თუმცა პირველი ვადისგან განსხვავებით ტრამპის მადაც გაიზარდა ამ მიმართულებით და თქვა, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 5%-მდე უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რაც მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამის განხორციელება არის შეუძლებელი, რადგან არარეალისტურად მაღალი ხარჯებია და ზუსტად ამის საპასუხოდ ნატოს გენერალურმა მდივანმა რუტემ განაცხადა, რომ ცოტა რაღაც კომპრომისული ვარიანტის გამონახო ცადოთ მოდიო, ანუ ტრამპის ადმინისტრაციასთან ეს მესიჯი გაუშვა, ისინი თანახმარიან, რომ უახლოეს 7 წლის განმავლობაში გაიზარდოს სამხედრო ხარჯები 3.5%-მდე, ხოლო დანარჩენი 1.5% არა უშუალოდ თავდაცვით ხარჯებში წავიდეს, არამედ თავდაცვით ინფრასტრუქტურაში, როგორც არის მაგალითად გზები, პორტები და ასე შემდეგ, ზოგადად სამხედრო ინფრასტრუქტურა.
რამდენად დაეთანხმება ტრამპის ადმინისტრაცია და რამდენად გამოიჩენს სიხისტეს ამ თემასთან დაკავშირებით, აი ზუსტად ამას დავინახავთ ალბათ 24 და 25 ივნისს, როდესაც ჰააგაში ჩატარდება ნატოს სამიტი და რაც შეეხება უკრაინის საკითხს, უკრაინა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ანუ 2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც რუსეთი განახორციელა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია უკრაინაში, ნატოს სამიტების დღის წესრიგის მთავარი ნაწილი და კომპონენტი იყო უკრაინის მხარდაჭერა. ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება და ამ სამიტზეც ალბათ უკრაინაზე ჩაიწერება რაღაც ახალი მაინც კომუნიკეში, თუმცა ვფიქრობ, რომ უკრაინას უფრო ნაკლები ყურადღება დაეთმობა ამ სამიტზე, ვიდრე ეს იყო თუნდაც წინა წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე და ამაზე მიანიშნებს ძალიან ბევრი რაღაც, მათ შორის ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ტრამპის ადმინისტრაციას არ სურდა, რომ ზელენსკი ჩასულიყო ჰააგაში. ზელენსკი ჯერ კიდევ ყოყმანობს ამაზე ჩავიდეს თუ არა ჰააგაში და დაესწროს თუ არა ნატოს სამიტს. ამაზე პასუხს ალბათ უახლოეს დღეებში გავიგებთ და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და ნატოს შორის თავსებადობის კუთხით დაარსდა ნატოსა და უკრაინის საბჭო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა ნატოსა და მეორე მხრივ უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. წელს როგორც გავიგეთ და წყაროები როგორც ადასტურებენ ამას, უკრაინა ნატოს სამიტი არ ჩატარდება და ამის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალური წმეხი მიიტანოს ნატოს წევრ ევროპელ სახელმწიფოებზე, რათა მათ შედარებით უფრო ნაკლები სამხედრო მხარდაჭერა გადასცენ, სამხედრო დახმარება გადასცენ უკრაინას, რადგან ტრამპი დღესაც კი მიუხედავად პუტინის მიერ განხორციელებული ყოველდღიური დაბომბვებისა, ალბათ თვლის და მიიჩნევს, რომ პუტინთან შესაძლოა ჯერ კიდევ საუბარი გრძელვადიან მშვიდობაზე. სწორედ ამაზე მინდა კითხოთ, აი ხშირად ამბობენ ხოლმე ექსპერტებიც მათ შორის, რომ ტრამპს საკმაოდ რაღაცა ურაზროვანი, ურთიერთგამომრიცხავი, ბუნდოვანი რიტორიკა აქვს რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინაში. ჩვენ გვახსოვს ხმაურიანი შეხვედრა ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან, შემდეგ პუტინის კრიტიკა, მეგობრული გასაუბრება და ასე შემდეგ. აი თქვენი შეფასებით, აი ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა თუ არა ტრამპის პოლიტიკის რაღაცნაირად მკაფიო კონტურები, სწორედ აი ამ კონფლიქტთან მიმართებით. ერთიანი წყობრი პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჯერ კიდევ სამწუხაროდ არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 100 დღეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა. თუმცა 24 საათში ეს ომი ვერ დასრულდა, როგორც ამას თავდამბობდა. იყო განცხადება, რომ 24 საათში დამთავრდებოდა, მერე 3 თვეზე გადაწია, მერე 6 თვეზე და ნუ ცხადია, რომ ნენელა ხვდება ტრამპი, რომ ეს ომი დასასრულისკენ ნამდვილად არ მიდის. თუმცა აი უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკა თებერვალთან შედარებით არის მნიშვნელოვნად შეცვლილი და ბევრად უფრო პოზიტიურისკენ შეცვლილი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, თებერვალში იყო ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპ შორის შემდგარი შეხვედრა, ვაღიაროთ, რომ სამარცხვინო შეხვედრა იყო და ამ შეხვედრის შემდგომ ტრამპმა გადაწყვიტა ამ შეხვედრაზევე და ამის შემდგომაც გადაწყვიტა, რომ წნეხი გაეზარდა უკრაინულ მხარეზე. რომ ის დაიყოლიებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაზე რუსეთთან. და ამ წნეხმა იმოქმედა და იმუშავა გარკვეულწილად და შემდგომ უკვე ზელენსკიმ შეცვალა სტრატეგია. მან ღიად დაუჭირა მხარი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვინც ააყირავა მაგი და ეს იყო პუტინი. და ეს კარგად ესმოდა ზელენსკის, ძალიან კარგ დიპლომატიურ თამაში შევიდა პუტინთან და დააჩვენა მთელ დასავლურ სამყაროს და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ შედგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგანაც მშვიდობის მთავარი მტერი უკრაინაში არის სწორედ ვლადიმერ პუტინი. ამის შემდგომ ტრამპის ადმინისტრაციამ რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადადგა უკრაინის დახმარების კუთხით, აღადგინა სადაზვერვო ინფორმაციებზე წტომა, აღადგინა ჯერ კიდევ ბაიდენის პერიოდში გაცემული სამხედრო მხარდაჭერა და დღესაც მისი რიტორიკა არის მნიშვნელოვნად შერბილებული იმასთან დაკავშირებით, იმასთან შედარებით, როგორი იყო ეს თებერვლისა და მარტის პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ეს. კი, პოზიტიური დინამიკა ნამდვილად არის. საბოლოოდ, ნუ მაინც რა თქმა უნდა, ცხადია ის, რომ ტრამპი ბოლოს და ბოლოს
ალბათ მიხვდება და მისი ადმინისტრაციაც რომ პუტინთან რაღაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე ფიქრიც კი არის ალბათ სრული ნონსენსი და ამის შემდგომ წესი და რიგით უკრაინის ორი ვარიანტი ან უკრაინის დახმარება უფრო მეტად უნდა გაიზარდოს სუსტის მხარდაჭერა უფრო ძლიერზე უფრო მეტი წნეხის გასაზრდელად როგორც ეს ხდება ხოლმე დაბალანსების პოლიტიკის შემთხვევაში და მეორე ვარიანტი არის ის რომ საერთოდ ჩაიხსნას მოლაპარაკებების პროცესი და სწორედ ამას იმედოვნებს ვლადიმერ პუტინიც ის ცდილობს აჩვენოს ტრამპს რომ მისთვის მნიშვნელოვანია რიტორიკის დონეზე მაინც და ვერბალურ დონეზე მაინც რომ გადაწყდეს უკრაინაში ომი ერთხელ და სამუდამოდ თუმცა იმდენად არაადეკვატური მოთხოვნები აქვს მას გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საკითხში რომ ყველა მიცის და მათ შორის პუტინმაც რომ უკრაინა ამ მოთხოვნებს არ დათანხმდება ხო ანუ მოთხოვნები არის ისეთი რომელიც არის უკრაინისთვის წითელი ხაზი და მეორე მხრივ უკრაინის მოთხოვნები არის ისეთი რომელიც არის პუტინისთვის წითელი ხაზი ამიტომ გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ამ შემთხვევაში იმ დროს, როდესაც ასეთი ურთიერთგამომრიცხავია მხარეებს შორის ინტერესები არის ალბათ სავარაუდოდ ნაკლებად შესრულებადი და უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ეს ომი დასრულდება და რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ამას მალე მიხვდება ტრამპიც და ტრამპის ადმინისტრაცია. და ჩამოშორდება პროცესს. არ ვიცით, ეს დამოკიდებულია ტრამპის ადმინისტრაციის შემდგომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. არის ორივე ვარიანტი, როგორც სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის, ასევე ჩამოშორების ამ სამშვიდობო პროცესიდან, რა თქმა უნდა, ჩამოშორებით იხეირებს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა არც ეს იქნება, ჩემი აზრით, უკრაინისთვის განაჩენი, რადგან ევროპელმა მოკავშირეებმა უკვე დააფიქსირეს მრავალჯერ მოსაზრება და ასე ვთქვათ, სურვილი, რომ დაეხმარონ შემდგომშიც უკრაინას და მის პრეზიდენტს, როგორც სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები რაც არ უნდა ძლიერი სახელმწიფო იყოს და სოფლიოში ერთადერთი სუპერსახელმწიფო მისი ჩანაცვლება ალბათ მაინც შეიძლება და ამას თავის თავზე სავარაუდოდ ევროპელი მოკავშირეები აიღებენ.